სუდანში დარფურის დედაქალაქ ელ-ფაშირიდან ათასობით ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი ადგილი, რადგან ქალაქის სწრაფი რეაგირების ძალებმა დაიკავეს. დევნილი სუდანელები ტაუალის გზაზე არიან გაჩერებული. ნახევრად უდაბნოში მყოფთ არც საკვები აქვთ და არც წყალი. ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს ოპერაციის ხელმძღვანელი ნოა ტეილორი ამბობს, რომ ფერს არც წასასვლელი აქვს და არც ამის შესაძლებლობა გააჩნია. მას შემდეგ, რაც ქალაქი დაეცა, ჩვენმა წარმომადგენლებმა ტაუალის ბანაკებში დაახლოებით 10,000 ადამიანი დაარეგისტრირეს. ბოლო დღეებში ეს რაოდენობა მცირდება. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ჯერ კიდევ გზაზე არიან ჩარჩენილი ადამიანები, რომლებიც გადაადგილებას ვერ ახერხებენ. დღეს თავად წავედით რამდენიმე ადგილას და შევხვდით ოჯახებს. მათ იქამდე მიაღწიეს, სადამდეც ეყოთ ფიზიკური ძალა და ფული. მათ აღარ შეუძლიათ გზის გაგრძელება. ახლა გვთხოვენ დახმარებას, რომ ტაუალისთან ახლოს მაინც მივიყვანოთ. გაეროს ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო კვირებში 2000-ზე მეტი ორსული ქალი გამოიქცა ქალაქიდან. დევნილებს ურთულეს პირობებში უწევდათ მგზავრობა, სანამ ბანაკში მივიდოდნენ. სწრაფი რეაგირების ძალებმა სასტიკი იერიში მიიტანეს სუდანის სამშობიარო საავადმყოფოზეც. სააგენტოს ინფორმაციით, 460 ადამიანი დახოცეს. შეტევის შედეგად 6000-ზე მეტი ორსული სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩა. სწრაფი რეაგირების ძალები და რეგულარული არმია 2023 წელს შეთანხმდნენ, რომ მათ ერთად უნდა ემუშავათ ქვეყნის დემოკრატიულ გარდაქმნაზე. ჯალმოს მიხედვით სუდანში დაღუპულთა რაოდენობამ 40,000 გადააჭარბა. დევნილთა რაოდენობამ კი 12 მილიონს მიაღწია. ძალადობის საპასუხოდ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირის ქვეყნები სუდანში სწრაფი რეაგირების ძალების ლიდერებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს ახალ სანქციებს უწესებენ. სანქციები ითვალისწინებს ფინანსური აქტივების გაყინვას, მოგზაურობის შეზღუდვასა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაზე გამკაცრებულ ემბარგოს.